ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალაქი ამბობს, მე ვარ მისი წამყვანი შორენა ცხოვრებაშვილი და დღეს ვისაუბრებთ გამოცდებზე. ჩემი სტუმარია სოფო დოლიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, სოფო. მოგესალმებით. გუშინ დასრულდა რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის და რეგისტრაცია იწყება საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების სრულველთათვის. როდის შეძლებენ მაგისტრანტობის კანდიდატები დარეგისტრირებას და აი ამის გარდა კიდევ თუ გაქვთ რაიმე სიახლე, რომ მოგვიყვეთ? აბიტურიენტებით დავიწყებ თუ შეიძლება. გუშინ დასრულდა პირველი ეტაპი აბიტურიენტთა რეგისტრაციისა. ეს გულისხმობს იმას, რომ აბიტურიენტებს უნდა დაეფიქსირებინათ სარეგისტრაციო განაცხადში საკუთარი პირადი მონაცემები, სახელი, გვარი და ასე შემდეგ, პირადი ნომერი. უნდა დაეფიქსირებინათ აუცილებლად საგამოცდო ქალაქი, ეს ის ინფორმაცია, რომელსაც ვერ შეცვლიან მომავალში. რეგისტრაცია გრძელდება, რეგისტრაცია გასტანს 1 ივნისამდე, მეორე ეტაპი. ამ ეტაპზე მათ შეუძლიათ საგამოცდო საგნების ჩამონათვალი შეცვალონ, სავარაუდოდ მათ უკვე გაკეთებული აქვთ ეს ჩამონათვალი, 3 ძირითადი სავალდებულო გამოცდა არჩეული აქვთ, ქართული, უცხოური ენა და ზოგადი უნარები. შეიძლება უკვე აირჩიეს გაკეთეს თავისი არჩევანი მე-4 ან მე-5 საგამოცდო საგანთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ყოველთვის შეუძლიათ შეცვალონ 1 ივნისამდე. 1 ივნისამდე ასევე შესაძლებელია მაგალითად არჩეული სავალდებულო საგნის უცხოენის შეცვლა, თუ კი ვიღაცამ ახლა აირჩია ინგლისური და ბოლოს მაინც გადაწყვეტს, რომ არა გერმანულს უკეთ ჩააბარებს, შეუძლია 1 ივნისამდე ეს ცვლილება შეიტანოს თავის განაცხადში. ასევე შესაძლებელია მაგალითად ზოგადი უნარების ენის ცვლილება, ჩვენ ზოგად უნარებს ბევრ სხვა ენაზე ვთავაზობთ ჩვენს აბიტურიენტებს, ქართულის გარდა გვაქვს რუსულად, სომხურად, აზერბაიჯანულად ვერსიები უკვე წლების განმავლობაში, შარშან პირველად ჰქონდა ინგლისურენოვანი ვერსია და სავარაუდოდ შესაძლებელია თუ კი რა თქმა უნდა აბიტურიენტები ამას აირჩევენ აფხაზურ და ოსურ ენებზე მომზადდეს ეს ვერსია. ასე რომ ენების მრავალფეროვნება ნამდვილად დიდია და აბიტურიენტებს 1 ივნისამდე შეუძლიათ ეს არჩევანიც შეცვალონ. გარდა ამისა, შეუძლიათ მე-5 საგანი დაამატონ, დავუშვათ თუ კი 4 საგანი აქვთ არჩეული, შეუძლიათ დაამატონ კიდევ ერთი საგანი, რომელშიც ცათვლიან, რომ გართმევენ კარგად თავს საგამოცდო პროცესს. 1 ივნისის შემდეგ აბიტურიენტებს აპელაციებამდე, ანუ მთელი იმ პროცესის განმავლობაში, როცა ექნება გამოცდა, როცა ექნება გასწორება, როცა ექნება შედეგების გამოქვეყნება, აი მთელი ამ დროის განმავლობაში შეუძლიათ საგანმანათლებლო პროგრამების ნუსხის დაზუსტება, შეცვლა, ანუ იმ ფაკულტეტებისა, სადაც აპირებენ სწავლის გაგრძელებას. მათ სავარაუდოდ აქვთ თავისი მიზანი, სად უნდათ რომ ისწავლონ, რომელ მიმართულებაზე უნდათ რომ ისწავლონ, მაგრამ შეიძლება კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ არიან ჩამოყალიბებულები ჯერჯერობით ზუსტად. ამისთვის მათ ძალიან დიდი დრო აქვთ და მას შემდეგ რაც 1 ივნისიც გავა, მას შემდეგ რაც ჩააბარებენ გამოცდებს და ეცოდინებათ საკუთარი შედეგები, შეუძლიათ ეს ნუსხა კიდევ ერთხელ შეცვალონ, ერთხელ კი არა და რამდენჯერაც მოესურვებათ. იმ დრომდე, სანამ დაიწყება სააპელაციო პროცესი, მანამდე შეიძლება არჩეული ფაკულტეტების ჩამონათვალის ცვლილება. სამაგისტრო გამოცდები. ახლა სამაგისტრო გამოცდებს რაც შეეხება, დღეს დაიწყო რეგისტრაცია 12 აპრილამდე გასტანს რეგისტრაცია მაგისტრანტობის მსურველებისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გამსვლელთათვის, თქვენ როგორც იცით, ჩვენ ვთავაზობთ ადამიანებს, რომ გაიუმჯობესონ დაფინანსება, ან მოიპოვონ დაფინანსება, თუ კი არ აქვთ ასეთი, ეს არის სტუდენტთა საგრანტო კონკურსი, 12 აპრილამდე გასტანს ამ შემთხვევაშიც რეგისტრაცია და პედაგოგების გამოცდებისთვის საგნობრივი გამოცდებისთვის ადამიანებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ სწორედ ამ პერიოდში. რომელია ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა და რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა? კიდე შარშან გვახსოვს, რომ რაღაც აქციებიც იყო, იმიტომ რომ თუ კი აბიტურიენტებს დაუბრუნდებით, სამწუხაროდ ხდება ხოლმე, რომ აბიტურიენტებს აქვთ ჩვენი ცვლილებები სწორედ აბიტურიენტების მიერ დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება. ხშირად ალბათ ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ბევრ ადამიანს ეს არ ემართება, მაგრამ მაინც ხდებოდა ხოლმე და იმედი გვაქვს, რომ ახლა უკვე ნაკლებად მოხდება, ან აღარ მოხდება საერთოდ. ეშლებოდათ ხოლმე საგამოცდო ენა, ან მაგალითად მათემატიკის გამოცდას ირჩევდნენ ქართულად, ნაცვლად იმისა, რომ არჩიათ რუსულად, თურმე რუსულად უნდა ჩაბარება, ან პირიქით. ხდებოდა ხოლმე, რომ უცხოური ენის არჩევანში ცდებოდნენ, ირჩევდნენ რუსულს, მაგრამ
წესითა და რიგით უნდა აერჩიათ ინგლისური. ზოგჯერ კიდევ უფრო ტრაგიკული შეცდომა იყო ხომ? როგორ შეიძლება შეცდე? იცით რა, უბრალოდ უნდა ნიშანი, მონიშნი, უნდა დაწკაპუნებათ, როგორ ვუწოდებთ ჩვენ ამას ქართულად. როდესაც ადამიანი ელექტრონულად ავსებს განაცხადს, უნდა დააწკაპუნოს შესაბამის უჯრაში. აი ეს უჯრა უბრალოდ შეცდომით იყო ხოლმე მონიშნული. ყოველ შემთხვევაში ამას ასე ამბობდნენ და თქვა ზოგჯერ უწევდათ ისეთი უცხოენის ჩაბარება, რომელსაც საერთოდ რომელსაც არ სწავლობდნენ. ხო ეს ნონსენსია ხა ადამიანმა როგორ უნდა ჩაბაროს წარმატებით. ამიტომ ასეთ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია საკუთარი განაცხადის რამდენჯერმე დათვალიერება და კარგად შემოწმება, რომ რასაც ჩვენ იმედი მაქვს მთელი თვეების განმავლობაში არაერთხელ გავაკეთებთ აბიტურიენტებს გულისხმობ, მიუხედავად იმისა, ესეთი შეცდომები მაინც რჩებოდა. ეხლა ჩვენ ვფიქრობთ, რომ 1 ივნისამდე კიდევ უფრო გავუხანგრძლივეთ, ასე ვთქვათ, გადამოწმების საშუალება. 1 ივნისამდე ამ პერიოდის გაზრდა, ანუ არჩევანის პერიოდის გაზრდა ამ შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვანს. რაც შეეხება იმ შეცდომას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს შარშან გქონდა და სხვა შარშან წინაც იყო ასეთი პრეცედენტი. ჩვენ რამდენიმე წლის წინ გავაუქმეთ მეორადი ჩარიცხვების სისტემა, არსებობდა ასეთი. მას შემდეგ რაც ჩარიცხვები დასრულდებოდა, პირველადი ჩარიცხვები ეწოდებოდა ამას, დასრულდებოდა ჩარიცხვები იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ აღმოჩნდნენ სასურველ ფაკულტეტზე, ეძლეოდათ შესაძლებლობა კიდევ ერთხელ გაეკეთებინათ განაცხადი იმ ფაკულტეტებზე, სადაც დარჩა თავისუფალი ადგილები. მაგრამ ეს იყო განპირობებული იმით, რომ თავდაპირველი არჩევანის რაოდენობა იყო შეზღუდული, ადამიანებს შეძლოთ აერჩიათ მხოლოდ 7 სასწავლო მიმართულება. ახლა პროგრამა თუ ფაკულტეტი, როგორც გვინდა ამას ესე უწოდოთ, ახლა სასწავლო პროგრამების რაოდენობა არის შეუზღუდავი. ადამიანს შეუძლია მიუთითოს იმდენი ფაკულტეტი, რამდენიც გაეხარდება. თავარია მიუთითოს. თავარია რომ აირჩიოს, თავარია რომ ეს ფაკულტეტები შეესაბამებოდეს მის მიერ არჩეულ საგამოცდო საგნებს, იმიტომ რომ მაგალითად თუ მე სამედიცინოზე ვაპირებ ჩაბარებას, აუცილებლად უნდა მქონდეს და სამედიცინო ფაკულტეტებს ვირჩევ, აუცილებლად უნდა მქონდეს ჩაბარებული ან ბიოლოგია, ან ქიმია, ან ფიზიკა, რომელიმე მაინც, ხო? თუ კი მე ქართულ ლიტერატურას ვაბარებ და მიუთითებ სამედიცინო ფაკულტეტებს, ეს ვერ მოხდება, ვერ ავირჩევ. პროგრამა არ მომცემს ამის საშუალებას. მე ეტყვის, რომ არ გაქვს შესაბამისი გამოცდა. სხვა მხრივ, თუ კი გამოცდები ჩვენ მითითებული გვაქვს შესაბამისი, შეგვიძლია უსასრულო ძალიან ბევრი, არ არის კონკრეტული რიცხვი, ამდენიც არის. რამდენი პროგრამაც არის, შეგვიძლია ყველა მივუთითოთ, ხო? შესაბამისად, ასეთ პირობებში აღარ გახდა საჭირო მეორადი ჩარიცხვების შეთავაზება, იმიტომ რომ თავიდანვე აბიტურიენტს შეუძლიათ მიუთითოს ყველაფერი, რაც კი ამ გამოცდებს შეესაბამება. და როდემდეა შესაძლებელი უმაღლეს სასწავლებლების და ფაკულტეტების? ეს არის აპელაციების კონკრეტულ რიცხვს ახლა ვერ ვასახელებთ ხოლმე წინასწარ, იმიტომ რომ აპელაციების სანამ დაიწყება მანამდე, ანუ შედეგებს რო ვაცხადებთ, ეს არის სავარაუდოდ აგვისტოს პირველი ნახევარი, დაახლოებით 10 აგვისტოსთვის ქვეყნდება ხოლმე შედეგები. ზუსტ რიცხვს ვერავინ წინასწარ ცხადია ვერ იტყვის, მაგრამ პროცესი გაგრძელდება ძალიან დიდ ხანს და ადამიანებს საკუთარი შედეგების შემდეგ შეუძლიათ რეალისტური არჩევანი გააკეთონ და თქვან რომ მე სავარაუდოდ ამ ფაკულტეტზე ვერ აღმოჩნდები, ამაზე ვერ აღმოჩნდები და შეიძლება აღმოჩნდე აქ. ან მოდი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში დაზღვევის მიზნით მივუთითებ კიდე ამ ფაკულტეტს იმისათვის რომ ნამდვილად გავხდე სტუდენტი. თუ ეს ჩემთვის არსებითია. მიხედვით უნდა შეარჩიოს სარეიტინგო სია, ამას უნდა მიაქციოს. რა თქმა უნდა, უნდა მიაქციოს ყურადღება საკუთარ შედეგებს და სარეიტინგო სია ისე უნდა შეავსოს ადამიანმა ყოველ შემთხვევაში საბოლოო ჯამში კორექცია მაინც შეუძლია ასეთი სახით. თუმცა მოდით ესე ვთქვათ, რადგანაც არჩევანის რაოდენობა არ არის განსაზღვრული, შეიძლება ძალიან მოთხოვნადი ფაკულტეტები, სადაც მაღალი კონკურსია, მაინც დავტოვოთ ჩვენ არჩევანში. დაბალი შედეგებით იქ ვერ აღმოჩნდებით, მაგრამ ეს ამით არ ვაგებთ. შემდეგ რაც გვიწერია უფრო ქვემოთ ფაკულტეტები, იქ მაინც შეიძლება აღმოჩნდეთ ჩარიცხულები. რეალურად არანაირი შეზღუდვა ამ თვალსაზრისით აღარ აქვთ აბიტურიენტებს და ერთადერთი მე ვფიქრობ ეს უნდა იყოს მათი პირადი არჩევანი. მართალი გითხრათ, სულად გულახდათ, მგონია რომ არ არის სწორი მიდგომა, მთავარია გავხდეს სტუდენტი და სულ ერთიასად ვისწავლე. მე ვფიქრობ ადამიანს უნდა ჰქონდეთ გადაწყვეტილი რა მიმართულებით უნდა სწავლის გაგრძელება და სრულადაც არ არის წარმოუდგენელი რომ იმ მიმართულებით პირველ წელს ვერ გავხდეს სტუდენტი, მაღალი მოთხოვნები მაქვს, მინდა სწავლა პრესტიჟულ ფაკულტეტზე, მოთხოვნად ფაკულტეტზე, ხარისხიანი განათლების მიღება ამ უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომ ჩემი
მიზანი ეს იქნება და მე ერთ თუ არა მეორე წელს და რა თავარია რომ გქონდეს დიპლომი და მოუხდეთ იმიტომ რომ უბრალოდ სულ ერთია სად მაგრამ მაინც ჩავირიცხო აი ეს მიდგომა ეს პირადად ჩემი მოსაზრება თუმცა რეალურად შესაძლებლობას პროგრამა ამისასაც იძლევა თუ აბიტურიენტი ასეთი მიდგომით ავსებს განაცხადს შეუძლია ესეც გააკეთოს ოღონდ ჩავირიცხო სულ ერთია სად ამ პრინციპითაც შეიძლება განაცხადის შევსება სამწუხაროდ საინტერესოა რომ მიმართულებას ირჩევენ ყველაზე ხშირად და თუ იცვლება ეს ტენდენცია რაღაც წლების მანძილზე მიმართულებები არ იცვლება არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდია რთული ამის შეფასება სამი ძირითადი მიმართულება არის რომელიც უცვლელად არის ლიდერი ეს არის ბიზნესი ეკონომიკა და სამართალმცოდნეობა. ეს მიმართულებები წლიდან წლამდე რჩება ძალიან მოთხოვნად მიმართულებები. ჟურნალისტიკა არის საკმაოდ ზედარიგებში, ასე ვთქვათ, სოციალური მეცნიერებები საერთოდ ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია არის ის მეცნიერება, საერთაშორისო ურთიერთობები ასევე ერთ-ერთი ძალიან ესეთი პოპულარული სოციოლოგია, სოციალური მეცნიერებები არის ასევე თუ შევხედავთ, შეიძლება ვთქვათ ათეულში. განსაკუთრებით საინტერესოა ახალი ტენდენციები, რომლებიც გაჩნდა დაახლოებით 1-2 წელია, მას შემდეგ რაც სახელმწიფოს აქვს უფასო მიმართულებები, ანუ სასწავლო მიმართულებები, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს, იქ ნელ-ნელა მოთხოვნა, იქ სწავლის მოთხოვნა იზრდება. მაგალითად, ჰუმანიტარული მიმართულებებიდან ეს არის ქართული ფილოლოგია, სადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა, შარშან მაგალითად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნათა რა რეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა, ასევე ფილოსოფია მაგალითად, ისტორია მაგალითად, ეს ჰუმანიტარული მიმართულებებს რაც შეეხება. ტექნიკური მიმართულებებიდან ეს არის მანქანათმშენებლობა, უпростად უკაცრავად ვწდები, სამშენებლო მიმართულება, არა მანქანათმშენებლობა, სამშენებლო მიმართულება და ელექტროინჟინერია და ენერგეტიკა. ეს მიმართულებები, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და გახდა განსაკუთრებით პოპულარული სწორედ ბოლო წლებში. სავარაუდოდ, იცით როგორ არის სახელმწიფომ თითქოს მისცა იმპულსი ადამიანებს, რომლებიც ვერ მოიპოვებენ სახელმწიფო გრანტს, ანუ სრულ დაფინანსებას, შეიძლება ნაწილობრივ მოიპოვონ დაფინანსება, სახელმწიფო შეუვსებს მათ ამ დაფინანსებას. ეს არის ერთგვარი მოტივატორი იმისათვის, რომ რაღაც მიმართულებები არ გაქრეს, მოდი პირდაპირ ვთქვათ. არის ესეთი, აი არის პროფესიები, რომელიც არის სამწუხაროდ არის რისკი, იცით რა, ჯერჯერობით არ არის ახლა გაქრობაზე ლაპარაკი, მაგრამ სამომავლოს თუ კი ჩვენ ეს ტენდენციებს, თუ კი ჩვენ აი ამგვარ მექანიზმებს არ ავამუშავებთ, რომ რაღაცა ჩვენ თვითონ მოვახერხოთ სტიმულირება სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებაზე მუშაობის, შეიძლება ეს საშიშროება დაემუქროს სხვადასხვა მიმართულებას. საბუნებისმეტყველო მიმართულებებსაც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ რაღაცა ესეთი მოტივატორები აამუშაოს, ხო, რომ ადამიანებს ქონდეთ ინტერესი, გაუჩნდეთ ინტერესი ამ მიმართულებებზე სწავლისა, შემდგომ შეიძლება მუშაობს, იმიტომ რომ ეს არ არის ამის გარეშე სახელმწიფო ვერ იარსებობს. არ შეიძლება რომ რადგანაც ქართული ფილოლოგიით დასაქმება შეიძლება წელს და მომავალ წელს არ იყოს ამ პერსპექტიული, არ შეიძლება ესე იფიქროს სახელმწიფომ სტრატეგიულად ეს მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია რეალურად და ეს არ შეიძლება მიანდოს რომ ის ბაზარს მხოლოდ სახელმწიფომ და განათლების სისტემამ ამაზე უნდა იზრუნოს და ზრუნავს კიდეც როგორც ხედავს და შედეგიანადაც, იმიტომ რომ ეს ორი ტენდენცია აშკარად იჩენს თავს ჰუმანიტარულ მიმართულებებზეც და ტექნიკურ მიმართულებებზეც, რომლებზეც ვახსენე, აშკარად მოთხოვნა გაიზარდა. ცნობილია, რომ წელს გამოცდებს აპლიკანტები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატებითაც ჩააბარებენ და რისთვის გახდა ეს ცვლილება? არა მხოლოდ აპლიკანტები, მაგისტრანტებს და მასწავლებლებსაც და საგრანტო კონკურსის გამოცდასაც შეეხება ეს ცვლილება. ნახევრად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა გამპრობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი იმით, რომ თავისთავად ელექტრონული ფორმატი ტესტისთვის ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვთავაზობს, თუმცა ეხლა მინდა გავაფრთხილო აბიტურიენტებიც, პედაგოგებიც და მაგისტრანტებიც, რომ წელს, იმიტომ რომ ეს პირველი წელია რადიკალურ ცვლილებას, რა თქმა უნდა, არაფერს შევთავაზებთ ჩვენს აპლიკანტებს და ძალიან მსგავსი იქნება ტესტი იმისა, რაც იყო წინა წლებში შინაარსობრივადაც და ფორმატის თვალსაზრისითაც. უბრალოდ თავისთავად ელექტრონული ფორმატი ძალიან ბევრი შესაძლებლობის მომცემია, იქ შეიძლება სამგანზომილებიანი სივრცის გამოყენება
გამოყენება უკვე არ არის აუცილებელი როგორც ფურცელზე ვთქვათ ფურცელი გზღუდავს სერიოზულად განსაკუთრებით საუბნებს უტყო მეცნიერებებში შეიძლება ის იყოს ძალიან საინტერესო მათემატიკაში და ასე შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალში როცა ტესტებს ეს მრავალფეროვანს გავხდით და ტესტურ დავალებებს ფორმატის თვალსაზრისით გარდა ამას აუცილებლად მოხყვება მომავალში სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლა, რამაც გასწრობის პროცესს უნდა დააჩქაროს. ცხადია, ეს ეტაპობრივად და ძალიან ნელ-ნელა მოხდება. პირველ რიგში სავარაუდოდ ზოგადი უნარების გამოცდა გახდება სრულად ელექტრონული ფორმატის, იმიტომ რომ ზოგადი უნარების გამოცდაში მხოლოდ არჩევით პასუხიანი დავალებებია. ადამიანს არაფრის დაწერა თვითონ არ უწევს, მხოლოდ მონიშნოს პასუხები და ამის გაკეთების გამოცდილება ჩვენს აბიტურიენტებს აქვთ საატესტატო გამოცდებზეც, ანუ ეს მათთვის სიახლე ესეთი ვთქვათ რადიკალური ცვლილება არ იქნება სავარაუდოდ მომავალ წელს გვინდა რომ ეს გავაკეთოთ და გასწორების პროცესი ეს ძალიან დააჩქარებს. კიდევ ერთ-ერთი მიზეზი და მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო არის ის რომ ჩვენ დავზოგავთ ძალიან ბევრ ქაღალდს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ხდება ადამიანები რეგისტრირდებიან და არ მოდიან გამოცდაზე, განსაკუთრებით პედაგოგებს ეხებათ ეს და მაგისტრანტებსაც სხვა შორის, როცა 70% ცხადდება მხოლოდ ანუ 30% მასალისა რომელიც არის დაბეჭდილი და ძალიან ძვირად დაბეჭდილი, იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფერს საზღვარგარეთ ინგლისში ვბეჭდავდით კონფიდენციალობის გარანტირების მიზნით და ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, ხო, მთელი ეს პროცედურების შენახვის და ასე შემდეგ, ეს ძალიან ძვირიანი სიამოვნება იყო და ამ თანხებსაც დავზოგავთ და რაც თავარია ქაღალდსაც დავზოგავთ, ეს ძალიან სერიოზულ დადებით მხარეთ მიმაჩნია ამ ცვლილებისა მე პირადად. ეს იყო ძირითადად განმაპირობებელი ფაქტორები. მაგისტრანტებთან დაკავშირებით მინდა ერთ სიახლეზე გავამახვილო ყურადღება თუ შეიძლება. მაგისტრანტებისთვის არსებობდა დაფინანსების თვალსაზრისით 11 სასწავლო მიმართულება, რომელიც ფინანსდებოდა, ახლა წელს უკვე გვექნება 12 სასწავლო მიმართულება. ერთ-ერთი მიმართულება ფიზიკა, მათემატიკა და ინფორმატიკა იყო ერთიანი ეს გაიყო ფიზიკა მათემატიკა იქნება ცალკე მიმართულება ინფორმატიკა ცალკე ეს უნდა გაითვალისწინონ ჩვენმა მაგისტრანტებმა როდესაც ჩააბარებენ გამოცდას და როდესაც იფიქრებენ იმაზე რომ მოიპოვონ დაფინანსება სხვა მხრივ ცვლილება პრინციპული არ არის ფაკულტეტებისთვის კონკრეტულად საგანთა შორის მიმართულებათა შორის ესე ვთქვათ დარგებისთვის აი მაგალითად ბიოფიზიკისთვის შემოთავაზება რომ აირჩიოს სხვადასხვა ტიპის ტესტი, ვთქვათ, ტესტი, რომელიც ბიოლოგიისთვისაც სამაგისტრო გამოცდაზე 3 ტიპის ტესტი არის და მაგალითად ერთი ტიპის, რომელიც ბიოლოგიებს შეესაბამებათ, მეორე ტიპის, რომელიც ფიზიკოსებს შეესაბამებათ, განსხვავებული სირთულის მათემატიკაზე არის აქ რეალურად ლაპარაკი, ცხადია საგნის სპეციფიკური შინაარსი ამ ტესტში არ დევს. ჩვენ მაგისტრანტებს აქვს შესაძლებლობა დეტალურად ამის შესახებ გაიგონ ჩვენი ვებგვერდიდან, სადაც ეს ყველა სიახლე იქნება ასახული აუცილებლად. ყოველთვის დიდი ინტერესი იწვევს საგამოცდო ტესტი, საინტერესოა როგორ იქნება და როგორი ეს რაგზას გადის ასე ვთქვათ საგამოცდოს გამოცდა. სხვადასხვა ტესტისთვის სხვა ეტაპი ყოველთვის ერთნაირად არ მიმდინარეობს, მაგრამ პრინციპში ძირითადი ეტაპები ერთ და იგივე. თავი რაც უნდა ვიცოდეთ არის რომ ტესტი აუცილებლად იქნება აქ არსებიდან არ ითარგმნება, მგონი ამას შეეჩვია ჩვენი საზოგადოება, რომ აქ იქნება ორიგინალური ჩვენი აბიტურიენტებისთვის სპეციალურად მათზე მორგებული დავალებები ექსპერტების მიერ. ეს გადის არაერთგზის ექსპერტულ შემოწმებას, ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ, ვარედაქტირებთ, ვასწორებთ დავალებებს. შემდეგ გვაქვს სასწრაფო ტესტირებების ეტაპი, უნარებს მაგალითად ყოველ წელს აუცილებლად და ზოგჯერ წელიწადში ორჯერაც, სადაც ჩვენ ვნახულობთ დავალებების ფსიქომეტრულ მაჩვენებლებს, ძალიან რთული ხარ არის დავალება, ძალიან ადვილი ხარ არის ახერხებს თუ არა ის დიფერენცირებას უნარიანი და ვთქვათ ძალიან უნარიანი აბიტურიენტებისა ერთმანეთისგან. შემდეგ ამონაცემებზე დაყრდნობით იქნება ბანკი დავალებების, სადაც ვარგისი, ასე ვთქვათ, კარგი დავალებები აღმოჩნდება და საბოლოო ჯამში ტესტის კონსტრუირება სწორედ ამ დავალებებისგან ხდება. ეს არის პროცესი, რომელსაც ჩვენ ძალიან დიდ პედაგოგებისთვისაც. ყველა ტესტისთვის კი, პედაგოგების ტესტისთვისაც ცხადია, მიუხედავად იმისა, რომ ფორმატები განსხვავებულია, ტესტზე მუშაობის პროცესი არის მსგავსი.
აი ეს არის პრინციპში ძირითადად. ეხლა ცვლილებას ნახევარდელექტრონულ ფორმატზე გადასვლას რაც შეეხება, ჩვენ ტესტის მომზადებას იგივე პრინციპით გავაგრძელებთ, უბრალოდ როგორც ვთქვით, გავამდიდრებთ ტესტებს შინაარსობრივად და ფორმატის თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეიძლება იქ ჩავრთოთ, მაგალითად შეიძლება რაღაც ხმოვანი რაღაცების დადება, შეიძლება ფერის უფრო ინტენსიურად გამოყენება, იმიტომ რომ ეს ძალიან აძვირებდა ბეჭდვას, შეიძლება სივრცეში ცოტა სხვანაირად ვთქვათ, რაღაც შეიძლება ვიდეოს დადება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს ახლა უკვე ნახევარდელექტრონული ფორმატი, თუმცა მინდა ჩვენს აპლიკანტებს ყველას, განსაკუთრებით პედაგოგებს ვუთხრა, რომ ნახევრად ელექტრონული ფორმატი ნიშნავს, რომ ისინი პასუხებს კვლავ ფურცელზე ჩვეულებრივად დაწერენ. სანამ ეს ყველაფერი სრულად ელექტრონული გახდება და სანამ ჩვენ დავბეჭდავთ ვთქვათ, პასუხებს იქამდე ძალიან ბევრი დრო და სამუშაო გვაქვს გასავლელი. ეს ძალიან ნელ-ნელა თანათამობით უნდა მოხდეს, ამიტომ ჩვენ ჩვეულებრივ, როგორც წინა წლებში, პასუხების ფურცელზე ხელით ვწერთ ყველა საჭირო პასუხს. გვაქვს შავი ფურცელი სამუშაოდ, უბრალოდ ტესტის რვეულის მაგივრობას შეასრულებს ეკრანი. სხვა მხრივ წელს განსხვავება არ იქნება. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენი გადაცემა დასრულდა. მე მსმენელს შევახსენებ, რომ ჩემი სტუმარი იყო სოფო დოლიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი. მეორე შაბათამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ. ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე.